ისე რა საშინელება ადამიანს როცა ელაპარაკები და ის რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე რო ელაპარაკება და ის ტელეფონში როა თან რო გიღიმის, ვითომ რო გისმენს. ხო. კი, ეგ მაგარია, რა თქვი, რა არის მაგარი ბაბუა ჩემის გასვენებაზე გელაპარაკე, მომისმინე ცოტა ხანი რანაირად არის მაგარი, მაგას ვერ ვიტან. და კიდე ეს გასვენებები და პანაშვიდები სოციალურ ქსელში ეს ხო კიდე ცალკე თემა. სხვათა შორის მაგან გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება სოფლებში. ადამიანებს აი დასაპატიჟებლად რო უშვებდნენ რომ ვიღაც დაეძახათ. ხო, ეს პროფესია ფაქტურად გააქრა. ერთი პოსტი და всё, ყველაფერი იცის. აი მაგალითად ეხლა ძმაკაცები შეხვდნენ ერთმანეთს და ბიჭო რა ქენი შენ იყავ იმის გასვენებაში და არა ბიჭო მაგრამ მაგის ცოლის პოსტი ვნახე და დავცრემლე და დაჟე გავაზიარე და ხა გასვენებაში აღარ წავედი. ანუ გაიმარტივეს ესე რა ყველაფერი всё გააზიარებს всё გასვენებაში ფაქტურად იყავ. ან ის რო იციან კიდე 1000 fake news-ებს რო ავრცელებენ და საშინელებს. აი მაგალითად მე სამჯერ მომკლეს სოციალურ ქსელში. არა და ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა მარტო. მაგრამ დღემდე ხდება ჩემი სანთლიანი ფოტოები რა. ის და მე მგონი დაჟე ყოველ 27 აპრილს ბელიაშვილზე მიდიან და ყვავილები მიაქვს ჩემი გარდაცვალების ადგილ. იმედია გოცის წყაროს არ გახსნიან, ცოცხალი ვარ. ჯერ ცოცხალი ვარ. ხო კიდე იმაზე რო ხოცავენ ეხლა მაგალითად ეს გადაცემა რო დაიდება ინტერნეტში ან შაბათი შოუს რო უდევთ კომენტარებში ხდება პირველი ვარ არა მე ვიყავი პირველი მეორე და კლავენ ერთმანეთს. ხალხნუ ქვეყანა ბედნიერების ინდექსს ვართ 270 ადგილზე და ეხლა დიდი ამბავი შაბათის შოუს ან სტენდაპის წესების გარეშე მეორე თუ ხარ ეხლა კომენტარში მაგაზე ნუ დახოცავთ ერთმანეთს და არ ინერვიულოთ ეგ არაფერი არ არის ესეთი. ხო კიდე ყოფილა ეგეთი შემთხვევები რომ კომენტარებში ეს დაუწერი აუ ეს რა და მე ქუჩაში შემხედრია აუ შენ მაგრად მევასები ძმა ესე უთქვი. ანუ მაგით მივხვდი რომ ეს ვასება მაგრად. ეგრე გამოდის. ხო კიდე ერთხელ ის სკეჩი გქონდა შაბათის შოუში გქონდა სკეჩი თვითფრინავში. სადაც არაბიძე თამაშობდა მთვრა ნიკოლოს, თათია თამაშობდა ცისმარის, მიშა ანდღულაძე თამაშობდა მთვარისას, ბიჭიკაშვილი ვახო თამაშობდა კასპერ ზაურას და ვიღაცას ეწერა კომენტარებში რეალობა, აი რომელი კომპანიის თვითფრინავით დაფრინა პროსტა გამაგებინე ეგეთი აი ეგ გზავრები სად ნახე რანაირად გამოდის ეგ რეალობა არ ვიცი. ხო და კიდე ქალი მიწერდა ერთხელ კომენტარებში რომ ეგ ფაჩარი მოიშორე სახიდან. ხო და ეხლა მივწერე რომ ქალბატონო მეთქი რატო კადრულობს გავს კომენტარ რა საჭიროა და რას მივარდები პირაჩი ვინ მოგცა მაგის უფლება შედეგენერატო ფაჩარზე თქვენ შემეხედა კიდე მე გივარდები პირაჩი მაგაზე პირადული რანაირად არ უბრალოდ გამაგებინე. ხო ისა კიდე რაც ყველა მაღიზიანებს ძალიან ეს რუსული ასოებით შრიფტით რო უწერიათ ეს სახელი და გვარდა რუსული შრიფტით რო წერენ რა. ეხლა მაგალითად ამასთანავ ვიდეო შემხვდა ბავშვები რაღაც აპროტესტებდნენ აქციაზე რაღაცა სიმღერით და ტატიანა მეფარიძე უწერს კომენტარს რომ ესა თქვენ ხართ საქართველოს მტრები აი მოგი შრიფტი და რუსეთუმე დედის ვინ არის მტერი ეთყობა რა იმე